ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში და სწორედ მასთან ვისაუბრებთ ამ და სხვა თემებზე. მოგესალმებით გიორგი, მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში რომ გითხრათ აი ამ 5,000 ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით, ანუ ადამიანი გაიტაცეს, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩატენეს მანქანაში, გადაიყვანეს ისე რომ დაულეწეს ყველაფერი და მოკლედ რა ძალადობის ეპიზოდებს ქონდა ადგილი ჩვენ ეს ზეპირად ვიცით, იმიტომ რომ არ გადააღებინეს არავის არაფერი და ამის შემდეგ უკვე თვითონ ნიკა მელია გამოიყვანეს სამართალდამრღვევად და დააკისრეს 5,000 ლარიანი ჯარიმა. ასეთია მოკლე აღწერა ალბათ ამ ყველაფრის რაც მოხდა. კი. დიახ. ზუსტად ეგეთი აღწერა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ფაქტობრივად დღეს ყველაფერი გამრუდებული არის, მათ შორის მართლმსაჯულებაც არის გამრუდებული. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, დაახლოებით 5 თვის წინ ნიკა მელია დააკავეს, ანუ გაიტაცეს, მას მოუწყეს ჩასაფრება, წაართვეს მობილური ტელეფონი, ორივე ავტომანქანიდან მოგლიჯეს ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობები. 5 თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით თუნდაც ერთი ფარატინა ფურცელი აღნიშნული საქმის მტკიცებულების მოგვეპოვებინა და მივმართავდით ყველა შესაბამის ორგანოს, რომ ქონოდა დაშვება მტკიცებულებებზე. არაფერი მსგავსი არ მოხდა და დღეს ჩაენიშნა პროცესი, სადაც მოსამართლემ ფაქტობრივად არავითარი არგუმენტი არ გაითვალისწინა. ორი მოწმე მოიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლებმაც დაზეპირებული ჩვენებები, რომ თითქოს მოძრავი მანქანიდან ვერაზე ნიკა მელიამ მათ უწოდა მონა. ამის შემდგომ დაახლოებით 1 საათში ნიკა მელია დააკავეს და მოუწყეს სპეცოპერაცია. ეს არის რა თქმა უნდა აბსურდი. რეალობა იყო ის, რაც ნიკამ განაცხადა, რომ მეორე დღეს ვინაიდან იგეგმებოდა ნიკა მელიას განაჩენი და ასე ვთქვათ, ხელისუფლებას არ უნდოდა რომ შესაძლო გართულებები მოჰყოლოდა მის განაჩენით აღსრულებას, წინასწარ მოგონილი მიზეზით იგი დააკავეს და ფაქტობრივად საქმე იყო თაროზულ შემოდებული. ანუ 5 თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არც ერთი ფურცელი არ იყო აღნიშნულ საქმეში და დღეს ყოველგვარი აპელაციის გარეშე მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა ურთიერთჩვენებები საწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს, დაიბნენ, არაფერი არ ახსოვდათ. ყველა ჩვენს კითხვაზე ამბობდნენ, რომ მათ ეს დეტალები არ ახსოვთ, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდა რეალობასთან მათ მიერ მოყოლილი, ასე ვთქვათ, გარემოებები. მიუხედავად ამისა, როგორც ჩვევია, ისეთ სტილში მოსამართლე გავიდა სათათბიროდ და შეუფარდა ორჯერ დაჭერილ ნიკა მელიას უკვე 5,000 ლარიანი ჯარიმა. ეს არის და ეს. ხო, პრაქტიკულად მოლოდინი რა თქმა უნდა. ხო, კი ბატონო, ეს უნდა მეთქვა ალბათ, რომ პრაქტიკულად ალბათ ვერც იქნებოდა სხვა მოლოდინი. დღეს ნიკა მელიამ სასამართლოზე თქვა, რომ მოვედიო სასამართლოზე ორი მოტივაციით, ჩვენ ვიცით, რომ ის არ ესწრებოდა საკუთარ სასამართლოებს და დღეს ის მოვიდა. 5 თვეა მინიატურულ საკანში ვარ და ვიფიქრე ნახავ ხალხსო და მეორე ვიფიქრე სახეზე მეწოდინება ის პოლიციელები, რომლებიც მზად არიან მორიგჯერზე საარაკო ტყუილები დააფრქვიონო და იყვნენ ეს პოლიციელები, ანუ მიაღწია ამ მიზანს ნიკა მელიამ. ძალიან სამწუხარო რეალობაში ვართ, თამარ. ის პოლიციელები, რომლებიც დღეს მოწმეთ იყვნენ მოყვანილნი, არაერთ საქმეში შევხვედრია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ საქმეებზე, რომლებიც აკავებენ პირებს ნიღბისთვის, გზის გადაკეტვისთვის და ასე შემდეგ. სამწუხარო ის არის, რომ თვითონ იმ პოლიციელებმაც იციან, რომ იძულებას ხდის ხელისუფლება ესეთ სიყალბეზე სრულჩვენებები მისცენ სასამართლოში. თვითონაც ძალიან ცუდ სიტუაციაში არის მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს იხილავდა, ახლახანს დანიშნული ახალი მოსამართლეა, ანუ მასაც ძალიან კარგად ესმის, რომ ეს არის ფარსი. იკითხება, ორი ფარატინა ფურცელზე იყო აგებული მთლიანად ეს საქმე. რას ვიზავთ? დღესდღეობით ესეთი არის მოცემულობა, დღესდღეობით ფაქტობრივად მართლმსაჯულების ანტურაჟი არის დარჩენილი, უბრალოდ იქ როლები არის განაწილებული და კაი სპექტაკლში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას, სადაც პოლიტიკური ასპექტით იხილება ხოლმე საქმეები. ის პოლიციელები იყვნენ, გიორგი, ვინც იყო უშუალოდ მონაწილეობდა მისი გადაცემის ოპერაციაში, თუ აი ზოგჯერ ხდება, რომ ისინი არ არიან ადგილზე, მაგრამ მოწმეებას მოყავთ. ვერ გეტყვით ეს, იმიტომ რომ ნიკა თვითონ ეს პირადად ვერც ერთი ვერ ამოიცნო, თუმცა იქ 50-მდე პოლიციელი იღებდა მონაწილეობას, მოგლიჯეს აპარატურა, დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ლისისთვის მიმდებარედ და ვერსია ჰქონდათ სასამართლოში შეთავაზებული ძალიან სასაცილო, რომ თურმე ნიკა მელია ვერაზე ტანტაშვილის ქუჩაზე მანქანიდან ვიღაცას შუათითი აჩვენა და მონა დაიძახა. მათ ეს მიიღეს თავის თავზე შეურაცხყოფად და შემდგომ გადასცეს საპატრულო პოლიციას, რომელმაც
ხელმძღვანელს თუნდაც გააჩერა ნიკამელია ის რა ქვია ლისისთვის მიმდებარედ და ორმა კაცმა დააკავა შემდგომ 1 საათის შემდგომ. ნუ ეს იყო ზღაპარი, რომელიც მოყვა ორმა პოლიციელმა და მოსამართლემ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე გაიზია რა ამ ლოგიკით ამ მიდგომით მე პირადად მოსამართლესაც ვუთხარი და დანარჩენ ნებისმიერ პირზე ვიც მიუღებელი გახდება ხელისუფლების შესაძლებელი იქნება ერთი პოლიციელის ან ორი პოლიციელის რაღაცა სრუ მოგონილი ამბით პირი დააკავო და მინიმუმ რამდენიმე დღე ან თუნდაც 2 თვემდე ამყოფო წინასწარი დაკავების იზოლატორში. კი ბატონო, თან მით უმეტეს როცა სამხრე კამერები არ მუშაობს, სათვალთვალო კამერები ადგილზე არ არის, გააკეთე რაც გინდა და მე ჩვენებაში ხო. არათუ სამხრე კამერები ჩემს კითხვაზე არც ერთი პოლიციელები პასუხობდნენ რომ მობილური ტელეფონი ქონდა თუ არა თან უსვავ კითხვას პოლიციელს და მე პასუხობდნენ რომ არ გვახსოვს ეს იმიტომ რომ შემდგომ არ გაეცათ პასუხი რომ რატომ არ დააფიქსირეთ ნიკამელიას დაკავება თუ კი ისე იქცეო და უცენზუროთ ხო არც ერთ მათგანს თურმე არც ტელეფონები ხონიათ თან არც ერთ მათგანს არც სამხრე კამერა ხონია არც ერთ მაშინ რა ქვია შემსწრე ვიდეო სათვალთვალო კამერა ქუჩებიდან არ ამოუღიათ ნუ ყველაფერი გასაგებია იკითხება აქ ჩვენ უკვე დიდი ხანია მტკიცებულებებზე და სამართლიანობაზე და კანონის უზენაესობაზე აღარ ვსაუბრობ აქ ვსაუბრობ ჩვენ მართლმსაჯულების ანტურაჟზე კი ბატონო და ბოლოს გიორგია მაინც აუცილებლად უნდა გკითხოთ ჩვენ ახლაც ახსენეთ თქვენ რომ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ხო ნამდვილად არ სჭირდება სამწუხაროდ სასამართლოს არანაირი მტკიცებულება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად მაგრამ საქმე რომელიც კიდევ უფრო მძიმე სასჯელს ითვალისწინებს უკვე პატიმრობაში უკვე პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი მათ შორის ნიკამელიასთვის და სხვა პოლიტიკოსებისთვის რაც შეეხება აი ამ საბოტაჟის თუ კონსტიტუციური წყობილების გადატრიალების საქმეს ამ 36 ტომიდან რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ოცნების პროკურატურას უშუალოდ ნიკამელიას წინააღმდეგ ნუ ჯერჯერობით ჩვენ რაც გავეცანით საქმის მასალებს უშო ნუ რაღაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებზეა საუბარი თუმცა ყველა ეს ფარული საგამოძიებო რომელიცაც გამოძიებას ახსენებს ყველაფერი საჯაროდ ღია ეთერებში აქვს ნასაუბრები პოლიტიკოსებს კონკრეტულად ნიკამელიასთან მიმართებაში როგორც ესეთი კონკრეტული რომელიც მიუთითებდეს მის საბოტაჟში მონაწილეობის თუნდაც დაშვებას ესეთ რამ არ არსებობს და არც ჭირდება მსგავსი მტკიცებულებები ნუ იქ არის საუბარი ზოგადად ირიბ მტკიცებულებებზე ნუ მაგალითად ნანა კაკაბაძის განცხადება და მისი თან ასე ვთქვათ მოაზრების განცხადებები რომ აი შეფასებით ნაწილში რომ მათი ეს ქმედებები პოლიტიკოსური ლიდერები ხომ არ შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს. ამის საფუძველზე იწყებს წარმოიდგინეთ გენერალური პროკურატურა გამოძიებას, შემდგომ კრებს ძალიან ბევრ საქმებს, მათ შორის სინდისის პატიმრების აქციებთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს, რომლებშიც არაერთი ადამიანი იყო დაკავებული, აღნიშნული საქმეები გააერთიანეს ერთ წარმოებად და მიიღეს გადაწყვეტილება რომ ასე ვთქვათ პოლიტიკური ლიდერებისთვის წაეყენებინათ ამ უმძიმესი მუხლით ასე ვთქვათ ბრალდება. არავით არის პირდაპირ მტკიცებულება მელიასთან მიმართებით. იქ არის ზოგიერთი მტკიცებულებები მაგალითად მსგავსი შინაარსის კიდევ ერთხელ პოლიციელი რომელიც ადასტურებს რომ ესა თუ ის ლიდერი იყო იმაში საპროტესტო აქციაზე რომ მაგალითად იქ მოუწოდებდა სხვებს რომ არ შეეწყვიტათ წინააღმდეგობის გაწევა ეს პოლიტიკური ლიდერის არათუ მისი ვალდებულებაა რომ ხარს უჭერდეს გვერდში ედგეს აქციას და პირიქით ორგანიზებას უწევს თუმცა თუ კი ეს საბოტაჟად შეიძლება შეფასდეს მაშინ საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 70% შეიძლება ამოებრალდებით იქნეს გასამართლებული თუ კი საპროტესტო აქციაში მონაწილეობა და პროტესტის გამოთქვა ხმამაღლა ეს თუ ქვეყნის დასუსტების მცდელობაა მაშინ კიდევ ერთხელ ვამბობ საქართველოს მოსახლეობის 70% შეიძლება ანალოგიური ბრალდებით გასამართლდეს ამიტომაც ნუ ხო გასაგებია ხო ამ მიმართულებით მტკიცებულებზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია ამ კონკრეტულ საქმეში არავითარ საბოტაჟი ბუნებაში არ არსებობს არათუ მტკიცებულება მოკლედ რომ დავაკონკრეტოთ 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდას აპირებს თუ არა ნიკა? კი რა ვიცი ხა ნიკასთან ჯერ არ მქონია ამაზე საუბარი დიდი ალბათობით როგორც ისევე როგორც სხვა უკანონო სასჯელებთან მიმართებაში ამ კონკრეტულ სასჯელთან მიმართებაში ადმინისტრაციულ სახელთან მიმართებაში ჩვენ გავივლის მასთან კონსულტაციას ალბათ გავასაჩივრებთ თუმცა დიდი მოლოდინი რაიმე შეიცვლება არ გვაქვს თუმცა ამასთან დაკავშირებით უკვე როდესაც გავივლის პოზიციას ნიკასთან მე მოგახსენებ. კი ბატონო დიდი მადლობა გიორგი კონდახიშვილი ნიკამელიას ადვოკატი